თბილისის საკრებულო კი დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. დამტკიცების პროცედურას ესწრება კახი კალაძეც, რომელიც სხდომათა დარბაზში ისე შევიდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე ძალის გადამეტებას და გაუგონარ სისასტიკეს ადგილი არ ქონია. ირაკლი ბახტაძე გვეტყვის მეც საკრებულოს სხდომის თაობაზე და ამ პროცედურის თაობაზე. ირაკლი, რა ხდება ამ დროისთვის საკრებულოს სხდომათა დარბაზში? საკრებულოს სხდომა 1 საათზე მეტია მიმდინარეობს და რასაკვირველია დღევანდელ სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრება. მან დღეს 2024 წელი უნდა შეაჯამოს და 2025 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილოს. დედაქალაქის მერი დღეს სულ კომფორტში იქნება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები იმყოფებიან და რასაკვირველია მათ კრიტიკული კითხვები დედაქალაქის მერის საქმიანობასთან დაკავშირებით არ ექნება. თუმცა ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ჩვენ ქალაქის მერთან და ეს კითხვები არის რასაკვირველია ლეგიტიმური იმ ფონზე, რაც ხდება რეალურად ქვეყანაში, თუმცა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ქალაქის მერი მედიასთან არ გამოჩენილა. კახა კალაძე არის ერთ-ერთი პირი ქართული ოცნებიდან, რომელიც მუდმივად ახალისებს ძალადობას და მეტიც ის ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანი პირები მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ და მათ მიერ დაქირავებული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, ეს კადრები როგორც ჩანს დედაქალაქის მერს არ აქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ნანახი. თუმცა დღეს კახა კალაძის რიტორიკული მისია საკუთარ თავზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აიღო, რომელიც ამტკიცებდა მედიასთან, რომ მას არ უნახავს არანაირი სახის ძალადობა რუსთაველის გამზირზე და მას შემდეგ რაც ეს თქვა გიორგი ტყემალაძემ, ჩვენ რასაკვირველია მას ვანახეთ ის კადრები, ფოტოსურათები, სადაც ჩანან ჩვენი კოლეგები და ის დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, თუმცა ამის მიუხედავად ტყემალაძე ამბობს, რომ უფლებამოსილების გადამეტება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არ ყოფილა და ასეთი თუ იყო, ასეთ შემთხვევაში არსებობდა შესაბამისი უწყებები, რომლებიც გამოიძიებდნენ ამ საქმეს და ტყემალაძეს აქვს იმედი, რომ შესაბამისი უწყებები დაადგენენ ამ პირების იდენტიფიცირებას და მოხდება მათი შესაბამის პასუხისგებაში მისცემა. თუმცა ამ დროის განმავლობაში არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული და როგორც ჩანს არ არსებობს არანაირი სახის პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს ამ პირების იდენტიფიცირება და შემდეგში უკვე შესაბამის პასუხისგებაში მიცემა. რა თქვა თავად საკრებულოს თავმჯდომარემ, მაყურებელი ახლა პირდაპირ ეთერში მოისმენს. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როცა არ არის მომიტინგეების მხრიდან ძალადობა და მიმდინარეობს შვიდობიანი ფორმით პროტესტი, არანაირი ხელშეშლა არ ყოფილა, მაგრამ როცა ერთი წუთი თუ შეიძლება, როცა იმ შემთხვევაში თუ რაიმე გადაცდომა იქნება ძალადობრივი მეთოდებით მომიტინგეების მხრიდან, რა თქმა უნდა, პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა, გადაცდომა პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა. კადრები არ გინახავთ, როგორ ურტყამდნენ მოქალაქეებს ქუჩებში? რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომას. არაერთხელ შესაძლო არ არის, ბატონ გიორგი, პოლიციელები ურტყამენ მოქალაქეებს და ეს შესაძლო გადაცდომა ნამდვილად არ არის. თქვენ რაც ნახეთ, მოგწონთ რაც ნახეთ რუსთაველის გამზირზე? გეკითხებით, გმობთ თუ არა ძალადობას პოლიციელების მხრიდან? თუ რაიმე გადაცდომა არის, რა თქმა უნდა, გამოძიება ამას ყველაფერს გასცემს პასუხს, მაგრამ ასევე ნუ ვიქნებით სუბიექტურები. თქვენც ამ შემთხვევაში თუ არის ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, ნუ გაგიკვირდებათ, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება სამართალდამცავები ორგანოების მიმართ. დღევანდელ სხდომას არც ერთი ოპოზიციონერი წარმომადგენელი არ ესწრება. ისინი ამბობენ, რომ ხალხის დაკვეთა ახლა არ არის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ყოფნა და დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა. მოქალაქეების დაკვეთა არის რუსთაველის გამზირზე ყოფნა და გაყალბებული და მითვისებული არჩევნების გაპროტესტება და შესაბამისად ისინი ახლა ბოიკოტის რეჟიმზე არიან გადასულები და ქალაქის სხდომას, რომელსაც ახლა დედაქალაქის მერი ესწრება და აჯამებს 2024 წელს საკრებულოში არ არიან ოპოზიციონერი დეპუტატები. მეტიც ისინი ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას იქამდე, სანამ არ იქნება კონკრეტული შეთანხმება მიღწეული და შეთანხმება რასაკვირველია არის ერთი, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.
დღეს კახა კალაძესთან ერთად იჯდე ერთ დარბაზში, ისმენდე მის ანგარიშს ან მონაწილეობდე ბიუჯეტის განხილვაში, რომელიც რეალურად პირად ბუღალტერია და აქცია კახა კალაძე, ყველა კარგად ვიცით, რომ ის მხოლოდ კორუფციითაა სახელგანთქმული და ამავდროულად ის არის ერთ-ერთი შემოქმედი და ერთ-ერთი ადამიანი, ვისთვისაც ეს ყველაფერი რა ძალადობასაც ახორციელებს ხელისუფლება თავისუფალ მომიტინგეებზე არის მისაღები, რაიმე ტიპის თანამშრომლობა მასთან ჩვენი მხრიდან სრულად წარმოუდგენელი. Სანქცირებული კახი კალაძე არის იმ ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომელსაც ქვეყანას დააკარგინა ევროპული პერსპექტივა და ღიად დააყენა რუსულ გზაზე. ეს ადამიანი ასევე არის იმ ზონდერ ჯგუფების მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად იტაცებს, აწამებს, შეურაცხყოფას აყენებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მართლა მილიონი პრობლემა, საცობები, პარკირება, გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ სხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემა წარმოუდგენელია. ეხლა უნიღბო რუსთან ერთად, ამ მოძალადეების ფარვთან ერთად დაჯდე და ვითომ არაფერი არ ხდება ქვეყანაში, დემოკრატიობა ნაითამაშო. არანაირი კითხვები კახა კალაძესთან არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახი კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე. ამ უარის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის ტოტალური კორუფცია, რომელშიც ჩაძირული არის თბილისის მერია და კარგად ჩანს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც ხელისუფლება ჭირდება კალაძეს და ივანიშვილს, რომ თბილისელების ხარჯზე აკეთონ ფული. ჩვენ ვთქვით, რომ არ ვესწრებით ამ სხდომას, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით მოქალაქეთა დაკვეთა არ არის დარბაზში, განვიხილოთ სხვადასხვა საკითხები, მოვისმინოთ მერის ანგარიში. დღეს მოქალაქეთა დაკვეთა არის ვიყოთ მთავარ გამზირზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია მოქალაქეთა უფლებები, ძალადობს და ჩვენ ხედავთ ამას ყოველდღიურად. თბილისის საკრებულოს ხდომა სავარაუდოდ წუთი-წუთზე უკვე მორჩება, როგორც მაქვს ინფორმაცია, დედაქალაქის მერმა უკვე დაასრულა მიმართვა და სავარაუდოდ ის გამოჩნდება უკვე მედიასთან. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა ქალაქის მერის მისამართით და თუ გვექნება შესაძლებლობა, რომ დაუსვათ ამ ქართული ოცნების წარმომადგენელს, ქალაქის მერს კახა კალაძეს კითხვები კარგი იქნება, რადგან საინტერესოა თავად რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.